6 ნოემბრის გვიანი საღამო. ქართული უწყებები მოულოდნელად აცხადებენ. პიტერ შოუ თავისუფალია და თბილისში ჩამოვიყვანეთო. სპეცოპერაციის დეტალები არ ქვეყნდება, ცნობილია მხოლოდ ერთი რამ. ოპერაციისას ერთი ადამიანი მოკლეს, ყოფილი პოლიციელი, გვარად მეგუდიშვილი. დანარჩენი გამტაცებლები გაიქცნენ. მერე თავად შოუ ალაპარაკდება და მისი მონათხრობი გმირულ შტურმს სულაც არ წააგავს. იმ საღამოს 4-მა კაცმა ორმოდან ამოიყვანა და სადღაც წაიყვანა, მოულოდნელად სროლა ატყდა, შოუ ბუჩქებში დაიმალა, რამდენიმე წუთში კი სამართალდამცავებმა იპოვეს. და ყველაზე უცნაური დეტალი მოგვიანებით ვლინდება. მოკლული მეგუდიშვილის ქვრივი რუსთავიორს უამბობს. უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი მის ქმარს დაჟინებით სთხოვდა გატაცებული ბრიტანელი საკუთარ სახლში შეეფარებინა. 6 ნოემბერს იმავე თანამშრომელმა ქმარს დაურეკა და შეხვედრა დაუნიშნა. იმავე დღეს მეგუდიშვილი მოკლეს. ოფიციალური ვერსიით შოუს გასათავისუფლებელი სპეცოპერაციისას მოკლეს ამ საქმის ერთადერთი მოწმე, რომელიც ვეღარასდროს ილაპარაკებს.